ახლა კი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე უნდა ვისაუბროთ. ტრაუმაზე, რომელიც ბავშვთა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის სერიოზული რისკ ფაქტორია. მით უფრო რომ ძალადობა ყოველთვის არ ტოვებს ხილულ კვალს და ძალიან ხშირად მოძალადე არის არა უცნობი, არამედ ნაცნობი ადამიანი. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან ფსიქოლოგი ანა ჭიჭონაია და ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგი ბაკო მაყულარია, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ და ფსიქოემოციურ მხარდაჭერას უწევენ დაზარალებულ ბავშვებს. სანამ უშუალოდ კითხვებზე გადავალ, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, პასუხისმგებლობა ყოველთვის მოძალადეზეა და არასოდეს ბავშვზე. თუ ეს თემა ვიმესთვის ტკივნეულია, იცოდეთ დახმარება არსებობს. ანა, დიდი მადლობა რომ გესწორმეთ და ამ თემაზე გვესაუბრები. ჩემი პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, შეეხება როგორი არის დღესდღეობით რიცხობრიობა ამ ტიპის ძალადობის შემთხვევების და ასევე მაინტერესებს რა ფორმებს იღებს დღესდღეობით სექსუალური ძალადობა. ზოგადად რეალური პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის რეალური რიცხვების სამწუხაროდ არ აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ რეგისტრირებული მონაცემები ხშირად მკვეთრად ჩამორჩება იმ რეალობას, რაც შეიძლება გქონდეს დღესდღეობით საქართველოში. 2025 წლის მონაცემები არ არსებობს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 2 ასეულ შემთხვევასთან გქონდეს საქმე. რაც შეეხება ფორმებს, ძალიან ბევრი ფორმა არსებობს. მაგალითად ფიზიკური გაუპატიურება, ფიზიკური შეხება, ან შესაძლოა იყოს სხვადასხვა სექსუალური შეხებები, ძალადობა, აქ არ არის მარტო გაუპატიურება. შემდეგ უკვე შემოდის ისეთი ძალადობა, სადაც პირდაპირ შეხება არ ხდება მსხვერპლთან და ხშირად ეს არის პორნოგრაფიასთან დაკავშირებული, იძულებითი პორნოგრაფიის ყურება და ჩაწერა და გავრცელება. მაინტერესებს რა ფსიქოლოგიურ რა ეფექტი აქვს ბავშვის ფსიქოლოგიაზე ასეთ ძალადობის ეპიზოდებს და რა შეიძლება გაკეთდეს, რომ შევამციროთ ეს ეპიზოდი გრძელვადიან პერსპექტივაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ამ ტიპის გამოცდილებას, სექსუალური ძალადობა, რომელიც არასრულწლოვანზე და ბავშვზე ხორციელდება, დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკური განვითარებაზე. და ბუნებრივი არის, რომ ზრდის მომავალში რისკს გარკვეული, ასე ვთქვათ, ფსიქიკური პრობლემებისა. შეიძლება იყოს დეპრესია, შეიძლება იყოს შფოთვითი აშლილობები და პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა და პლუს კიდე სხვადასხვა ტიპის სარისკო ქცევების ასე ვთქვათ, ჩამოყალიბება, მაგრამ ბუნებრივი არის, რომ აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს ადრეული ინტერვენცია, ადრეული ჩარევა და რაც უფრო სწრაფად ხდება ჩარევა, მით უფრო ნაკლები ნაწიბური რჩება ბავშვის ფსიქიკაში. ანა, თქვენ საოცრად უნდა გკითხოთ, ხშირად ესეთ ეპიზოდებს ახლავს ის, რომ მოძალადე რაღაცა манипуляციურად მოიპოვებს ხოლმე ბავშვის ნდობას, შეიძლება რაღაც შანტაჟსაც ქონდეს ადგილი, შეიძლება ეს იყოს ონლაინ სივრცეში. ძირითადად რატომ დუმან ხოლმე ბავშვები და რატომ არ ყვებიან ამ ბავშვს დასრულებთან? ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. პირველი არის შიში იმისა, რომ მაგალითად აშანტაჟებენ, ეუბნებიან, რომ დედას მოვკლავ, მამას მოვკლავ, ან რაიმეს დავუზიანებ, შენს პატარა ძმას, პატარა დას. ხშირად არის ასევე შემთხვევები, რომ ხდება ესე ვთქვათ, შენც ხო გინდოდა, манипуляციის გზას მიმართავენ. ასევე შეგვიძლია შევეხოთ განვითარების ეტაპებსაც. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ გვაქვს სექსუალური განათლება სკოლებში და ხშირად ტაბუირებულია ეს თემა ოჯახებში, არ მიეწოდებათ ინფორმაცია არასრულწლოვნებს თუ მაგალითად სად შეუძლიათ რომ შეეხონ. და აქედან გამომდინარე, ზოგჯერ მან არც კი იცის, რომ ეს ძალადობა არის. ხშირად ხდება, რომ ემოციური მიჯაჭვულობა, ოჯახის წევრი შეიძლება იყოს, ან ახლონათესავი მოძალადე და ის ვერ ხვდება, რომ გრძნობს, რომ რაღაცა არ მოეწონა მის ქმედებაში, მაგრამ არ იცის რა არ მოეწონა. ამბობს, რომ მიყვარს მე ის ძალიან, მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ მატკინა. აქედან და გამომდინარე, ყველაზე ესე ვთქვათ, დიდი ფაქტორი ამ დროს შეიძლება იყოს, რომ არასრულწლოვანი გაჩუმდეს. რაც აბსოლუტურ უმრავლესობაში кейსების ვლინდება, ეს არის სირცხვილის განცდა, რომ მე როგორ გავაკეთე ეს ყველაფერი, რატო დავუშვი ამ ყველაფრის, მაგრამ ძირითად შემთხვევაში პარადოქსი ის არის, რომ
ზრდასრულებისგან ხდება ამ ყველაფრის მოწებება, რომ ზრდასრულები როდესაც გაიგებენ ამ ყველაფერს, ბავშვთან მიდიან და აი ეს არ უნდა გაგეკეთებინა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ ოჯახში პირველი ვინც იქნება, ვინც გაიგებს, სრულიად მხარდამჭერი იყოს, მოусმინოს მას. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს მოსმენა, მხარდაჭერა ამცირებს სწორედ იმ რთულ ეფექტებს, რაც შეიძლება მომავალში დადგეს მსგავსი გამოცდილების მქონე არასრულწლოვანებთან და ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორებიც, რომ მსგავს სიტუაციაში არასრულწლოვან ზოგადად ადამიანებს ერთვებად გაქცევა გაშეშება. ხშირ შემთხვევაში მსგავსი გამოცდილების მქონე არასრულწლოვანები შეშდებიან და არ იციან როგორ რა მოიმოქმედონ. საბოლოოდ აქაც იქამდე მივიდივართ, რომ განათლებას ძალიან დიდი როლი აქვს ყოველთვის ესეთ სიტუაციებში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვსმენია ესეთი მაგალითები მეც, რომ გაზრდილმა უკვე ზრდასრულმა ადამიანები შემდეგ მიხვდნენ, რომ როდესაც მიხვდნენ, რომ აი მათი ტრავმა დააკავშირეს რაღაც ამბავთან, მიხვდნენ, რომ აი თურმე ძალადობის მსხვერპლი იყო ეს ადამიანი. კი, ხშირად ხდება ეს. ანა დიდი მადლობა რომ გააჟღერე ოჯახების როლი ასევე ამ ყველაფერში. ბაკო თქვენ გადმოვაკითხვით, როგორ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თვითონ მშობლებმა და ოჯახებს ზოგადად ბავშვებს, რომ მაქსიმალურად შევამციროთ რისკი. ბუნებრივი არის, რომ აქ მთავარი არის მშობლის ცნობიერება, რომ თვითონ როგორ უყურებს ამ საკითხს, ხო, რამდენად მნიშვნელოვანი არის ბავშვის სექსუალური განვითარება, სექსუალური განვითარების შესახებ ინფორმაციის ცოდნა და ზოგადად რამდენად ზრუნავს თუნდაც აი პრევენციაზე, რაც წეღან ვახსენეთ, ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მშობლებსაც კი ერიდებათ მსგავს თემებზე საუბარი. ერთი რომ აუცილებელია ბავშვმა იცოდეს ადრეულ ასაკში სხეულის ნაწილების ცნობა. ხო, შემდეგი არის რომ ის red flags ვეძახით, ანუ ის წითელი ხაზები, როდესაც შეხება უკვე ეს შეხება არ შეიძლება და მნიშვნელოვანი არის რომ ბავშვს ჰქონდეს ესე ვთქვათ უამრავი სავარჯიშოები არის, ერთ-ერთი სავარჯიშოა, სადაც იხატავს წრეებს, ვინ არიან მისთვის ახლობელი ადამიანები და შეუძლია თუ არა ამ ახლო ადამიანს მოეფეროს, ჩაეხუტოს ან შეეხოს. რა არის სხეულის ის ნაწილები, სადაც შეხება არ შეიძლება, არც მათ შორის ის წრეები, რომელიც ჩვენთან ახლოს არის. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ კი ატყობს გარკვეულ ადრეულ ნიშნებს, დროულად ახდენს ამაზე რეაგირებას. რეაგირება შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, თვითონ მშობელმა პირველადი რეაქცია რა შეიძლება მოახდინოს და შემდეგ აუცილებელი ხდება სპეციალისტის ჩართვა. ეს ადრეული ნიშნების ცნობა, ეს უკვე არის სექსუალური განათლების კომპონენტი, რომელიც აუცილებელი არის, რომ თითქმის ყველა მშობელმა იცოდეს და ბუნებრივი არის, რომ როგორც საგანმანათლებლო სივრცეში იყოს შეტანილი მსგავსი ტიპის ინფორმაცია იმისთვის, რომ მოხდეს შემდეგ პრევენცია სექსუალური ძალადობისა. რა ნიშნებზე საუბრობთ? როგორ უნდა მიხვდეს თქვენ მშობელი, შესაძლოა ბავშვი იყოს ძალადობის მსხვერპლი? ნიშნები ძალიან ბევრი არის, მაგრამ აი ძირითადი რა შეიძლება იყოს, ხო, როდესაც მშობელი ინტუიტიურად ატყობს, რომ ბავშვის ქცევა რადიკალურად შეიცვალა, ხო, წამოვიდა ძლიერი შფოთვა, წამოვიდა ღამის კოშმარები, წამოვიდა ეგრეთ წოდებული რეგრესი ვეძახით ჩვენ ფსიქოლოგიაში, როდესაც ბავშვი რაღაცა რეგრესირებს ადრეულ სტადიაზე, იწყებს თითის წოვას, ან შეიძლება იყოს უნებლიე შარდვა, ენურეზი, შეიძლება იყოს გარკვეული შიშები ადამიანის დანახვაზე, ხო, ადამიანი, რომელიც ადრე, ასე ვთქვათ, შიშს არ ეწოდა, ხა ძალიან რაღაცა ძლიერი შფოთვა და შიში ეწყება, ან ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ადგილის მიმართ, ხო? ბავშვი იზოლირდა, ნაკლებად შემოდის კომუნიკაციაში, აღარ საუბრობს მისთვის საინტერესო თემებზე. ну უკვე შესამჩნევი თუ არის გარკვეული ფიზიკური ნიშნები, ხო, შეიძლება იყოს გარკვეული დაზიანებები, სისხლშექცევები, ნაკაწრები, რომელიც სხვადასხვა სხეულის ნაწილებში შეიძლება იყოს, ესეც შესაძლებელია, რომ მშობლის თვალში მოხდეს, ხო? და გარკვეული ქცევითი, ასე ვთქვათ, გამოვლინებები, მაგალითად, ბავშვი იმეორებს გარკვეულ ქცევით სექსუალურ ქცევებს, რომელიც ასაკის შესაბამისი არ არის. აი რეაბილიტაციის პროცესს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, 3 და 9 თვემდე არის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ალბათ, მაგრამ ხშირად ეს ყველაფერი გრძელდება წლობით. შეუძლებელია სრულიად აღმოფხეს მძიმე ეპიზოდის ზეგავლენის. თუ გრძელდება ეს თერაპია წლების განმავლობაში და ასევე ზოგადად ბავშვი მიაღწევს სრულწლოვანებას, მას შემდგომაც თუ ეხმარება ეს სერვისები მას რომ მიიღოს ფსიქოლოგიური დახმარება. ჩვენი როგორც ასეთი ბარნაჰუსი სპეციალურად შექმნილი არასრულწლოვნებისთვის და შემდეგ უკვე კრიზისულ ცენტრებში ხდება გადამისამართება, როდესაც სრულწლოვანები გახდებიან, რაც შეეხება გრძელვადიანა, თუ საჭირო იქნება, თუ რეკომენდაცია იქნება გაცემული, აუცილებლად გახანგრძლივდება ეს პერიოდი.
ჩვენ ვისაუბრეთ დღეს ამ ძალიან ძიმე ტრამვაზე, მათ შორის იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება და აუცილებლად უნდა გითხოთ იმაზე, როდესაც საქმე მიდის უკვე სამართლებრივ პროცესამდე, როდესაც დგება უკვე ის, რომ რაღაცა ბავშვის ასე ვთქვათ, გამოკითხვა ხდება, აი როგორ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ ისინი იყვნენ დაცულები, ასეთ დროს არ მოხდეს მათი ხელახალი ტრავმატიზაცია და მაქსიმალურად სანდოდ მიაწოდონ ის ინფორმაცია, რაც საჭიროა ამ პროცესისთვის. დაშინება არ მოხდეს ბავშვი. ხო, დაშინებაც ასევე. სამართლებრივი ნაწილი ბავშვებისთვის ყოველთვის რთული არის. აქედან გამომდინარე, გამოკითხვამდე ხდება არასრულწლოვანის ფსიქოემოციური მდგომარეობის განსაზღვრა, იქიდან გამომდინარე, რომ არის პრინციპი, რომ თუ გამოიკითხება, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს, იმიტომ რომ არ უნდა მოუწიოს ხელახლა ყოველდღე ამ ყველაფრის გახსენება სხვადასხვა ადამიანთან. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგი აფასებს მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას და შემდეგ უკვე გამომძიებელთან, სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად ძირითადად ხდება გამოკითხვა. თუ სასურველი იქნება საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან ასევე ადვოკატებიც ან თარჯიმანის თუ არასრულწლოვანს ეს საჭიროება. რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, სასურველი არის, რომ ვიდეო ჩანაწერით მოხდეს არასრულწლოვანის გამოკითხვა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს კანონმდებლობით ეს არ არის ამ ეტაპზე შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, სასურველი იქნება, რომ შეიცვალოს და მტკიცებულების სახით შევიდეს არასრულწლოვანის ვიდეო გამოკითხვა. აქედან გამომდინარე, აუცილებელი არის სასამართლოზე თუ მოხდა არასრულწლოვანის გამოკითხვა, მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ რეჟიმში და არ ესწრებოდეს მოძალადე ამ პროცესს და სასამართლოზეც საჭირო არის, რომ მან იცოდეს, სად მოუწევს გამოკითხვა, თუ მოუწია სასამართლოში მისვლა. მაგალითად, იქ ვინიჭდება, ვინ დაესწრება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, დეტალები, პროგნოზირება, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა შეეძლოს არასრულწლოვანს და განსაზღვრა იმის, რომ შეიძლება იჩხუბონ და ოღონდ ეს შენ არ გეჩხუბებიან, უბრალოდ ადვოკატი და პროკურორი ერთმანეთში ვერ თანხმდება გარკვეულ საკითხზე. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ ამ თემაზე საუბრისთვის. საერთოდ არ არსებობს საზღვრები ძალიან ხშირ შემთხვევაში, აი თუ დავაკვირდებით ხოლმე, ისე შეიძლება რომ რაღაცა ბავშვს თავზე ხელი გადაუსვას უცხო ადამიანმა, რომ თითქოს ეს ნორმირებული არის. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ბავშვმა ისწავლოს არასთქმა, რომ არ მინდა რომ ეხლა შენ მომეფერო ან ჩამეხუტო და ის რომ ყოველთვის ვეკითხებით ბავშვს, შეიძლება ჩაგეხუტო, ან შეიძლება მოგეფერო. და ეს ადამიანიც უნდა იცოდეს ვინ არის, აუცილებლად. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივდივართ საზოგადოების ცნობიერების გაზრდასთან სექსუალური ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის და სექსუალური ძალადობის პრევენციის მიმართულებით. და აქ ასევე პირველად ასევე სკოლასაც, რომ ეს განათლება არა მარტო ოჯახში მიიღოს, არამედ ასევე სკოლაში. სკოლაში მსგავსი ტიპის თემების განხილვა მე არ ვიცი რამდენად ხდება, თუმცა სკოლას აქვს უდიდესი როლი იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ დაცულები და ბავშვებს ჰქონდეთ ის ცოდნა, რაც დაეხმარება მათ დაიცვან საკუთარი თავი და დროულად ითხოვონ დახმარება. დიდი მადლობა. უნდა გვახსოვდეს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მით უფრო ბავშვი ხშირად შიშის ან შანტაჟის გამო დუმს. ამიტომ მთავარი პასუხისმგებლობა ყოველთვის დასრულებზეა. ბავშვის დაცვა კი იწყება საუბრით და თანადგომით.